გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. დიდი ხანია mind blow ვიდეო არ გადამეღია და აი მოვიდა მაგის დრო. თუმცა ამ ვიდეოზე რო ვფიქრობდი, ცოტა შემეშინდა. და თუ თქვენს გამომყვებით აზროვნებაში და კარგად წარმოიდგენთ იმას თუ რასაც გეტყვით ამ ვიდეოში, დიდი ალბათობით თქვენც შეგეშინდებათ. ნამდვილი mind blow იქნება და ჩემი აზრით, ეს საკითხი ასე თუ ისე ყველა ადამიანს უნდა კონდეს რაღაც ზონაზე მაინც გააზრებული. უბრალოდ YouTube-ზე რაღაცებს უყურებდი და ატომურ ბომბებზეც უყურე რამდენიმე ვიდეოს. და შემდეგ ამ თემამ ისე დამაინტერესა, რომ თუ რამის ცოდნა შეიძლებოდა მაქსიმალურად ჩავეძიე იმდენად საინტერესოა და ახლა მე თვითონ გაგიზიარებ ვიდეოს სახით. უნდა მოგიყვეთ 5 ყველაზე ძლიერ ატომურ ბომბზე, რაც არის დიდი ქვეყნების შეიარაღებაში და რა მასშტაბის არის სინამდვილეში. და ეს მასშტაბი, რასაც მე გეტყვით, უდიდესი ალბათობით არ დაემთხვევა იმას, თუ რა წარმოგიდგენიათ თქვენ, როცა გესმით ატომური ბომბი. აი ატომური ბომბი რო აფეთქდება, რა გონია, რა სიდამს. რაღაც ფილმებში გვინახავს ის კადრები, ვიცით რომ რაღაც შენობები დაინგრევა, ცეცხლის ბურთი წამოვა და შემდეგ რადიაცია გავრცელდება. მაგრამ ნამდვილი mind blow-ა ის, თუ ეს აფეთქება, რამხელაზე შეიძლება მოხდეს, რამხელა ბურთი წამოვიდეს და რამხელა ქალაქი შეუძლია დაანგრიოს ერთმა ბომბმა. ან შეუძლია თუ არა დაანგრიოს მაგალითად დიდი ქალაქი. სანამ მოგიყვებით ამ top 5 ყველაზე დიდ ბომბზე, მანამდე თქვენ ვიდეო დაალაიქეთ, არ დაგავიწყდეთ. ბარემ არხით გამოიწერეთ, ფეხებში მიწევს კატა და ისე გამჭოლი მზერით მიყურებს, რომ აი აქეთ მხარე მიხურს. წადიხა დაიძინე. ხო და სანამ ამ 5 ყველაზე ძლიერ და დამანგრეველი იარაღზე მოგიყვებით, რაც კი დღეს კაცობრიობას გაგვაჩნია და მას დიდი პოზიტივით არ ვამბობ. მანამდე უნდა მოგიყვეთ ისეთი რაღაცეები, რაც აუცილებელია ვიცოდეთ სამ მთავარ საკითხზე გადავალთ. პირველ რიგში ალბათ ატომურ ბომბებზე რაც გახსენდებათ, იქნება იაპონიაში ჩამოგდებული ჰიროსიმაში და ნაგასაკიში ატომური ბომბები 1945 წელს. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა ატომური ბომბი ესროლეს დასახლებულ ქალაქს. აქ რა არის ახლა საინტერესო ნახეთ. ჰიროსიმას ესროლეს ატომური ბომბი, რომელიც იყო 15 კილოტონა სიმძლავრის. კარგად დაინახსოვრეთ. 15 კილოტონა სიმძლავრის ბომბი ესროლეს ქალაქს და ზიანი რა დაემართა ნახეთ. აფეთქებისთანავე ადგილზე დაიღუპა 80,000 ადამიანი. ერთი წლის ფარგლებში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა 140,000-მდე. კიდევ 10,000-ობით ადამიანი მოგვიანებით გარდაიცვალა კიბოსგან და რადიაციული დაავადებებისგან. 13 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია მთლიანად ფაქტობრივად გაქრა და მთლიანი ქალაქის 90% შენობები დაინგრა ბოლომდე ან დაზიანდა მაინც. ეკოლოგიურად რომ შევაფასოთ, ძლიერი სიცხის გამო მცენარები დაიწვა და ასევე მიწა დაიწვა. წამოვიდა შავი წვიმა, რომელმაც დააზიანა მიწა, წყალი, მცენარეები და ამ ყველაფრის გამო ჰიროსიმას ეკოსისტემას აწლეულები დაჭირდა ბოლომდე აღსადგენად. თუმცა ბოლომდე ახლაც არ იქნება აღმდგარი. ბევრ გადარჩენილ ადამიანს, ვინც აფეთქების ზონაში მოხვდა, რაღაცნაირად ახლო-მახლო ლეიკემია, კიბო და გენეტიკური მუტაციები განუვითარდათ. კიდე ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და საშინელი ფაქტორი რაც იყო, რადიაცია გავრცელდა პატარა ბავშვებზე და ასევე მომავალ თაობებზე, ვინც შემდეგ წლებში იბადებოდა. და ახლა მე რა დაზიანებას მოგიხევით თქვენ? ეს ყველაფერი გამოიწვია ბომბმა, რომელიც იყო 15 კილოტონა სიმძლავრის. და ჩვენ ამ ვიდეოში რაც გველოდება ახლა და რაც თანამედროვე ქვეყნების შეიარაღებაშია, 15 კილოტონა კი არ არის. არც 15,000 კილოტონა არ არის. გაცილებით მეტია. და ამ ყველაფრის გაანალიზება სიგიჟია. და თან რომ იცოდეთ, ახლა დედამიწაზე ჯამში ყველა ქვეყანას ერთად აქვს 12,500 ატომური ბომბი. აქედან 90% ამერიკაზე და რუსეთზე მოდის, მაგრამ ამ თემებზე ცოტა ქვემოთ მოგიყვებით. ჰიროსიმაზე რომ ვიზაუროთ, ეგ იყო დასახლებული პუნქტის მიმართ, რაც კი ყველაზე დიდი ბომბი აუფეთქებიათ ეგ. ახლა ვნახოთ ზოგადად ისტორიაში ადამიანებს რა ბომბი აგვიფეთქებია ყველაზე დიდი. და შეიძლება ბევრ თქვენგანს განაგონი კონდეს ცარ ბომბა, საბჭოელი მეცნიერების მიერ აფეთქებული 1961 წლის 30 ოქტომბერს. კუნძულ ნოვაია ზემლიაზე ესე ერქვა. ეს ცარ ბომბა მეფე ბომბი თუ როგორც ქვია. იყო 50 მეგატონამდე სიმძლავრის. წეგანო ჰიროსიმას ბომბზე გეუბნებოდით 15 კილოტონას, ეს არის მეგატონა. 50 მეგატონა არის 50,000 კილოტონა. წარმოიდგინეთ, 15 ჰიროსიმაში აფეთქებული ბომბი და 50,000 რაც საბჭოელმა ჯარისკაცებმა გამოსცადეს. ეს ნახეთ რა სიგიჟია. ასე სურათზე რომ გამოვსახოთ დედამიწაზე აფეთქებული ბომბები სოკოების სიდიდით. ჰიროსიმაში და ნაგასაკიში აფეთქებული ბომბების სოკოების დასანახად დაგვჭირდება მიკროსკოპი. ეს ბომბი იმდენად ძლიერი იყო, რომ იყო საშიშროება, რომ დედამიწა საერთოდ გაიხეთქა. თუ არ გახეთქავდა, ყველაზე მინიმუმ იყო საშიშროება, რომ დედამიწის ღერძი გადაეხარა. რაც ასევე კატასტროფას ნიშნავს მთელი პლანეტისთვის. ამიტომ ეს ბომბი თავიდან უნდათ გააკეთებინეთ 100 მეგატონა, 100,000.
კილოტონა. შემდეგ ხელოვნურად შეამცირეს და გააკეთეს 50. ასევე ააფეთქეს 4 კილომეტრის სიმაღლეზე ჰაერში, რადგან ეს აფეთქების გაშლის კუთხე ყოფილიყო 360 გრადუსი და არა 180 გრადუსი. 180 გრადუსი რომ ყოფილიყო, ძალა ორჯერ მეტი იქნებოდა. და დიდი შანსი იყო რომ დედამიწა ან ჩაეხეთქა, ან მიწა დაეწვა კილომეტრების სიღრმეზე ან რაღაცა ეგეთი. ამიტომ გადაწყვიტეს ჰაერში აფეთქება. ის ეკიპაჟი საიდანაც ბომბი ჩამოაგდეს, რა თქმა უნდა ყველანაირად გაწვრთნილი იყო, შეღებილი იყო თეთრად რომ ნაკლები სიცხემი იყო აფეთქებისგან და რომ გაცლოდა აფეთქების ხარიალს. მაინც 50% იყო შანსი იმისა, რომ ეკიპაჟი დაიღუპებოდა. ეს ბომბი რომ ააფეთქეს 1000 კილომეტრის მოშორებით ნორვეგიაში ხალხმა დაინახა სინათლე. ცაში ამოვიდა 64 კილომეტრის სიმაღლის სოკო, სტრატოსფერონდე ავიდა. 1000 კილომეტრი რომ გითხარით, ანუ 1000 კილომეტრი რომ წარმოიდგინოთ, რამხელა არის. რომელიმე ქვეყანაში რომ წარმოიდგინოთ, რომელიც 1000 კილომეტრით იქნება საქართველოსთან დაშორებული, საინტერესო ვიზუალიზაცია გამოვიდეს. ამ ცარ ბომბის აფეთქებისას 100 კილომეტრის რადიუსში ადამიანები მიიღებდნენ მესამე ხარისხის დამწვრობას. ასევე დაახლოებით 110 კილომეტრის რადიუსში შენობებს ჩამოეტყვა მინები. 200 კილომეტრზე დაზიანდა სახლები. ასევე მიწა დასკდა, როგორც ძლიერი მიწისძვრის დროს ხდება. ამ ბომბს რადგან სატესტო იყო რადიაციას შეუწირეს ხელოვნურად, თუმცა ეს ბომბამდე ვერ მოახერხეს. ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ ეს ცარ ბომბას ამბავი. მაინც ლოურ არის ნახეთ. ეს ყველაფერი საბჭოებმა მეცნიერებმა გააკეთეს 1961 წელს. ჯერ კიდევ მაშინ როცა ინტერნეტიც კი არ იყო შექმნილი დედამიწაზე. და მაშინ როგორც გითხარით უნდათ გაეკეთებინათ 100 მეგატონა სიმძლავრის ბომბი. აკი დედა მოვიწყდა მე თქვა რომ ეს ბომბი რომ ააფეთქეს და ტალღა წავიდა ჰაერში, ამ ტალღამ დედამიწას დაარტყა 3-ჯერ წრე. ეს რომ შეძლეს 1961 წელს, ჯერ კიდევ მაშინ როცა ინტერნეტი არ იყო გამოგონებული დედამიწაზე და მაშინ შეეძლოთ უკვე 100 მეგატონის გაკეთება, ანუ ორჯერ უფრო ძლიერის. შემდეგ 1970-იანი წლებიდან მოყოლებული როცა ინტერნეტი შეიქმნა, როცა ყოველ წელს კატასტროფული სიმძლავრით ვითარდება ტექნოლოგიები. აი დღესამდე მოვედით და რამხელა ბომბის გაკეთება შეიძლება. ეს არის mind-blow და ამაზე მოგიყვებით ვიდეოს ბოლოსკენ. დღევანდელი ტექნოლოგიებით როგორი ბომბის გაკეთება იქნება შესაძლებელი? თუ 1961 წელს შეეძლოთ დედამიწას საერთოდ გაიქროთ, იმხელა აიფეთქებინათ. და რა გვიცავს იმისგან, რომ არ აფეთქდეს ეგეთი რამე. ასევე კიდე კარგი იქნება თუ აგიხსნით, რა განსხვავებაა ატომურ ბომბსა და ბირთვულ ბომბს შორის. ეს განსხვავებაც ბევრ თქვენგანს არ იცოდინება. ატომურ ბომბს ქვია A-ბომბი, ანუ atomic bomb. ატომური ბომბი მუშაობს ატომური გაყოფის პროცესზე, სადაც მძიმე ატომები, მაგალითად уран-235 ან პლუტონიუმ-239 გამოიყენება. ეს ნივთიერებები იყოფა და ამისგან წარმოიქმნება უზარმაზარი ენერგია. ეს ქმნის უდიდეს სიცხეს და რადიაციას. ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ბომბს ერქვა little boy, პატარა ბიჭუნა, და ეგ ბომბი იყო აწყობილი уран-235-ით. აი რაც ნაგასაკიში ჩამოაგდეს სუქანი კაცი ბომბი. მან იყო გამოყენებული პლუტონიუმ-239. ანუ რომ დაიმახსოვროთ, ატომური ბომბი არის გაყოფაზე დაფუძნებული ბომბი, ხოლო ბირთვული ბომბი მოიცავს როგორც ატომურ ბომბს, ანუ გაყოფაზე დაფუძნებულ ბომბს, ასევე მოიცავს შერწყმაზე დაფუძნებულ ბომბს. ანუ შერწყმაზე დაფუძნებულ ბომბს ატომური ბომბი არ ქვია, მაგრამ ბირთვულ ბომბში შედის. ხომ გავიგეთ, ატომურია მხოლოდ გაყოფაზე, ბირთვული არის შერწყმაზე ცალკე და გაყოფაზე ცალკე. და სინამდვილეში ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი არის თერმობირთვული ბომბი, H-ბომბი. ეს არის ბირთვული ბომბის ყველაზე ძლიერი ფორმა. ეს არის მთლიანად სიგიჟე მექანიზმი, რადგან თერმობირთვული ბომბი იყენებს ატომურ ბომბს როგორც გამხსნელი, რათა დაიწყოს ბირთვული შერწყმა. ანუ ატომური ბომბი ფეთქდება და გამოყოფილი ენერგიის და სიცხისგან დუტერიუმი და ტრიტიუმი ერთიანდებიან და წარმოიქმნება კიდევ უფრო დიდი, უზარმაზარი, კოლოსალურად გიგანტური ენერგია. ბირთვული გაყოფა და ბირთვული შერწყმა ერთად ხდება. ეს ტექნოლოგია იმდენად გიჟურია, როგორც გითხარით, რომ ფაქტობრივად ძალა არის განუზომელი. რამხელა ბომბსაც გინდა იმხელა შექმნი, თითქმის, ესე უხეშად რომ ვთქვათ. ერთი ჰიდროგენის ბომბი რომ ისროლოს, შესაძლებელია დაიწყოს მთელ დედამიწაზე ბირთვული ზამთარი. ბირთვული ზამთარი არის სპეციალური ტერმინი. ჯერ ამხელა ბომბის აფეთქება ხო საშინელება იქნება, მაგრამ შემდეგ იმხელა იქნება ეს აფეთქება, რომ ჩვენი დედამიწის ატმოსფერო დაიფარება კვამლით. მზისხივები ვეღარ შემოვა დედამიწაზე. ამიტომ მთელი პლანეტის ტემპერატურა დაეცემა საგრძნობლად. ამას მოყვა მთელი ეკოსისტემის კოლაფსი. მცენარეები აღარ გაიზრდება, სულ ზამთარი იქნება და ეს შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 10 წელი. თუ მეტი არა. გაჩნია რამდენი კვამლი იქნება. სამ დედამიწა არ გაიწოვს ამ კვამლს. და ეს ყველაფერი ძალიან დრამატულად რომ აღარ ახსნა. თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ დედამიწაზე მზისხივები რომ არ შემოდიოდეს და მთელ დედამიწაზე 30 გრადუსით დაახლოებით დაეცეს ტემპერატურა. სხვათა შორის საბჭოელი მეცნიერები
ქვეყნების გატესტილი ცარ ბომბა იყო თერმობირთვული ტექნოლოგიით. ასევე სანამ მოგიყვებით ტოპ 5 ყველაზე დიდ ატომურ ბომბზე რაც აქვს ამ ჩვენ თანამედროვე ქვეყნებს შეიარაღებაში, მანამდე გეტყვით ატომური ქვეყნების ლიგის შესახებ. ესეც ალბათ ბევრი თქვენგანს გექნებათ გაგონილი, მაგრამ დეტალურად აგიხსნით რაც არის. 1970-იან წლებამდე 5 ქვეყანას ჰქონდა სულ ატომური ბომბი შექმნილი და განატესტი. ამ 5-მა ქვეყანამ დადო ხელშეკრულება, რომელსაც ჰქვია ბირთვული იარაღის გავრცელებლობის ხელშეკრულება. ამ ორგანიზაციას ჰქვია NPT. ამ ორგანიზაციის მიზანია მთელ დედამიწაზე ხელი შეუშალოს ბირთვული იარაღის გავრცელებას სხვა ქვეყნებში. უფრო ლამაზად რომ ვთქვათ, ბირთვულ განიარაღებას შეუწყოს ხელი და ბირთვული ენერგია გამოიყენოს მშვიდობიანად. ბირთვული ენერგიის მშვიდობიანად გამოყენების მხარდაჭერა. ეს ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1970 წელს და ამ ატომური ქვეყნების ლიგაში შედის შემდეგი 5 ქვეყანა. ამერიკამ პირველად 1945 წელს შექმნა ატომური ბომბი, პროექტი მანჰეტენი, ალბათ ოპენჰაიმერი ნახი აქვს ფილმი და მაქედან გეცოდინებათ. მეორე ქვეყანა არის რუსეთი, რომელმაც 1959 წელს შექმნა პირველად. შემდეგ იყო გაერთიანებული სამეფო, რომელმაც 1952 წელს შექმნეს ატომური ბომბი. ბრიტანეთს აქვს ერთი თავისებურება. 225 ატომური ბომბი აქვს ოფიციალურად და მათი უმეტესობა განთავსებულია წყალქვეშა ნავებზე. შემდეგ მეოთხე ქვეყანა არის საფრანგეთი, ფრანგებმა შექმნეს 1960 წელს. მეხუთე ქვეყანა არის ჩინეთი, რომელმაც შექმნა 1964 წელს. ოფიციალური ინფორმაციით აქვს 410 ატომური ბომბი, თუმცა ეს არის კოლოსალური მზარდი ტენდენციით. ეს 5 ქვეყანა არის ოფიციალურად ბირთვული სახელმწიფო, რადგან მათ 1970-იან წლებამდე შეძლეს ატომური ბომბის შექმნა და ვისაც ჰქონდა ეს ბომბი, მაშინ დაჯდნენ და მოითათბირეს, რომ ეგრე იქნათ. თუმცა 1974 წელს ინდოეთმა შექმნა ატომური ბომბი, რომელსაც ერქვა Smiling Buddha და ინდოეთი გახდა პირველად სახელმწიფო დედამიწაზე, რომელსაც არაოფიციალურად ჰქონდა ატომური ბომბი. და მათი ოფიციალური განცხადებით ატომური ბომბი აქვთ მხოლოდ თავდაცვის გამო, თავდასხმის გამო, ისედაც არ აქვს არავის ატომური ბომბი. ასევე არაოფიციალური ბირთვული ქვეყანაა პაკისტანი. მათ შექმნეს 1998 წელს. ინდოეთთან კონკურენციის გამო მათ მოუწიათ ამის გაკეთება, როგორც ისინი ამბობენ. ასევე არაოფიციალური ბირთვული ქვეყანა არის ისრაელი. ოფიციალურად არასდროს დადასტურებულა, თუმცა 1979 წელს შექმნეს პირველი ატომური ბომბი, ახლა დაახლოებით 100-მდე აქვთ. და ბირთვულ თემატიკაში ისრაელი მოიაზრება როგორც ბირთვული არაორაზროვნება, რადგან მათ ოფიციალურად არც დაუდასტურებიათ და არც უარყვიათ, რომ არიან ბირთვული სახელმწიფო. ასევე არაოფიციალურად ბირთვული ქვეყანა არის ჩრდილოეთ კორეა, მათ 40-მდე ატომური ბომბი უნდა ჰქონდეთ. ასევე ძალიან საინტერესო ნიუანსია ბირთვულ იარაღზე უარისმთქმელი ქვეყნები. ასეთი არის მაგალითად სამხრეთ აფრიკა. სამხრეთ აფრიკა არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი ნებასურველით გაანადგურა თავისივე ბირთვული იარაღი. ასევე ძალიან საინტერესოა ბელარუსია, ყაზახეთი და უკრაინა. ამ ქვეყნებში ატომური იარაღი იყო, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავისივე სურვილით გადასცეს რუსეთს, თავისივე სურვილით. ასევე არსებობს ტერმინი ბირთვული ეჭვი, ანუ ქვეყნები, რომელსაც დიდი ალბათობით აქვთ ატომური შეიარაღება, თუმცა ეს რა თქმა უნდა ოფიციალური არ არის. ირანის მსგავსად მოიაზრება დაახლოებით საუდის არაბეთიც. ძალიან საინტერესოა ასევე იაპონია და გერმანია. ერთი შეხედვით ისინი არ არიან ბირთვული სახელმწიფოები, თუმცა მათ აქვთ ბირთვული შესაძლებლობა, რაც ნიშნავს, რომ ატომური ბომბი არ აქვთ ესე განატენილი, თუმცა რაღაცნაირად რომ წარმოვიდგინოთ, ფაქტობრივად დაშლილ მდგომარეობაში აქვთ დასაწყობებული და თუ დაჭირდებათ, უცებ შეაერთებენ და იქნებათ. როგორც გითხარით, ეს ყველაფერი მოიცავს დაახლოებით 12500 ატომურ ბომბს დედამიწაზე და 90%-ზე მეტი მხოლოდ ამერიკაზე და რუსეთზე მოდის. დანარჩენებს ინაწილებს ეს ყველა ქვეყანა. ბირთვული იარაღი ზოგადად არის პარადოქსი, რადგან მისი დანიშნულება ის კი არ არის, რომ გამოიყენო, არამედ ის, რომ არავინ არ გამოიყენოს. სხვადასხვა იმ ფილმში ოპენჰაიმერში და კიდე ერთი ძალიან საინტერესო სერიალია გენიოსი ქვია, რომელიც აინშტაინზეა. ერთი სეზონი, ნახევრად დოკუმენტური, ნახევრად მხატვრული სერიალია და მან ჩანს, რომ აინშტაინი რომ ამერიკელებს ეხმარებოდა ატომური ბომბის შექმნაში, რომ რამდენად კეთილშობილი მოტივები ჰქონდა. ეგონა რომ ამი არასდროს შექმნიდა, არავინ არასდროს არ გაისვრიდა. თუმცა შემდეგ ამერიკელებმა რომ მისროლეს იაპონიაში, მაგას თავის პასუხისმგებლად მიიჩნევდა აინშტაინი და მაგაზე დარდმა გადაიყოლა ბოლო წლების სიცოცხლის. და კიდე ერთი ძალიან საინტერესო ფაქტია, აქ ხარ ვარ თქვა შეიძლება. ჰეიზენბერგი ხო გაგიგიათ მეცნიერი? თუ მეცნიერი არ გაგიგიათ, Breaking Bad-ი მაინც გექნებათ ნანახი და ჰეიზენბერგი როგორც ნიკნეიმი, რომ აქვს Walter White თავარ პერსონაჟს. დიდი ეჭვების მიხედვით და ეს სხვათა შორის სერიალ გენიოსშიც იდეალურად არის აღწერილი. მოხდა ესეთი რაღაცა. ამერიკაში ოპენჰაიმერი და აინშტაინი ცდილობდნენ ბირთვული ბომბი შეექმნათ და გერმანიაში ნაცისტების მხარეს ჰეიზენბერგი ცდილობდა ასევე შეექმნა ატომური ბომბი. და სინამდვილეში ჰეიზენბერგმა მოასწრო ატომური ბომბის შექმნა, მაგრამ ეს ატომური ბომბი ჰიტლერისთვის რომ არ გადაეცა, იცოდა რომ ჰიტლერი აუცილებლად ეგრევე გაისროდა. თავისი ლაბორატორია ააფეთქა და ეს თავისი ნაშრომი ფაქტობრივად გააქრო. ეს მეცნიერისთვის ისეთი დოზის საქციელია, რის მსგავს ალბათ მეტი არაფერი არ არსებობს, რადგან რაღაცაზე რომ წლები მუშაობ, შემდეგ აღმოაჩენდა გამ ყველაფერს ისე გაანადგურებ, რომ ეს ყველაფერი შენ სახელს არ მიეწეროს, ამას ძალიან დიდი ადამიანობა ჭირდება. ამიტომ ჰეიზენბერგი იმდენად დიადი იყო, რომ მის წინაშე ვალშია მთელი მსოფლიო.
და Breaking Bad-ში ამ კაცის საბატისმულოდ აქვს ნიკნეიმი Heisenberg Heisenbergs. კიდევ ბევრი საინტერესო მიღწევა ქონა ამ ადამიანს და უდიდეს გენიოსი იყო, მაგრამ ეს ატომური ბომბი რო პირველად თვითონ შექმნა, ეს კიდე ცალკე საოცრებაა. მოდი გადავიდეთ ჩვენს top 5 ატომურ ბომბზე, რაც არსებობს დღევანდელი ქვეყნების შეიარაღებაში. მეხუთე ადგილზე იქნება B-83. ეს არის ამერიკული ბომბი, ამერიკელების შეიარაღებაში. ფაქტობრივად ეს ბომბი არის ამერიკული შეიარაღებული ძალების მთავარი ძალა. სულ რაღაც 1100 კილოა და სიგრძეში 4 მეტრის არ არის. რომ წარმოიდგინოთ პატარა მანქანა, პატარა მანქანაზე პატარაა. და ესეთი პატარა ბომბია, რომელიც უნდა ჩამოვაგდოთ თვითმფრინავიდან. მაგრამ ეს პატარა საყვარელი ბომბი 80-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბი. B-83-ის ძალა არის 1.2 მეგატონა. ანუ 1200 კილოტონა. 1200 რომ გავყოთ 15-ზე, რაც იყო ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბი, 80-ჯერ ძლიერი გამოდის. ასეთი ბომბი ამერიკას აქვს ასობით. ოფიციალური მონაცემებით აქვს 650 ცალი. რა შვება ეხა 1 ცალი? 1 ცალს როცა ჩამოვაგდებ 4 კილომეტრზე რადიუსით. ყველაფერი აორთქლდება, დადნება. 7 კილომეტრ-ნახევარ რადიუსზე ყველაფერი დაინგრევა აფეთქების წნევის გამო. 7.5 კილომეტრი რადიუსი შეიძლება ბევრი არ მოგეჩვენათ ასე. თუმცა 175 კვადრატულ კილომეტრზეა საუბარი. აფეთქებიდან 21 კილომეტრზე ყველა შენობას დაემტვრევა მინები. თერმული გამოსხივების იქნება 13.2 კილომეტრი რადიუსი, რაც არის 547 კვადრატული კილომეტრი. შედარებისთვის რომ წარმოიდგინოთ, თბილისი არის 726 კვადრატული კილომეტრი. და ეს ყველაფერი ერთი პატარა ბომბისგან, რომელიც პატარა მანქანაზე პატარაა. ანუ ეს ბომბი, რომელიც ასეთი პატარაა, რომ ესროლო ერთ დიდ ქალაქს, ნიშნავს 1.5 მილიონი ადამიანის მომენტალურ სიკვდილს და კიდევ 3 მილიონის დასახიჭრებას. ამ ატომური ბომბების ტარება დაიკისრა Stealth B-2-ს. Stealth B-2, ნახეთ რამხელა Stealth-ია ადამიანთან შედარებით. და ამ თვითმფრინავს შეუძლია წაიყოს 16 ასეთი ატომური ბომბი ერთ გაფრენაზე. ერთი სროლით რომ 1.5 მილიონი ადამიანს ეგრევე კლავს და კიდე 3 მილიონს ასახიჭრებს და გრძელვადიან პერსპექტივაში კლავს კიდე მილიონობით ადამიანს. ეგეთი შეუძლია ერთ გაფრენაზე წაიყოს 16. მეოთხე ადგილზე იქნება Trident 2. ეს ატომური ბომბი გააჩნია შეიარაღებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და ასევე ბრიტანეთს. ბომბი ოპტიმიზირებულია იმაზე, რომ წყალქვეშა ნავიდან გაუშვა. ბომბი არის თვითონ 59 ტონა, 13 მეტრ-ნახევარია სიგრძეში. გასროლიდან შეუძლია იფრინოს 12,000 კილომეტრი. ასე რომ წარმოიდგინოთ, ეს არის ერთი დიდი რაკეტა, რომელშიც ჩამონტაჟებულია 9 ატომური ბომბი. ეს 9 შეუძლია ერთ ფოკუსირებულ ადგილზე ისროლოს ან გაშალოს. თითო ბომბი ამ 9-დან არის 475 კილოტონა, რაც ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ბომბზე 30-ჯერ ძლიერია. ანუ 30-ჯერ ძლიერია ამ ერთ რაკეტაში ჩამონტაჟებული 9 ატომური ბომბიდან 1. და ეს რაკეტა მიფრინდება 3 დემდე და შემდეგ უშვებს ამ 9 ატომურ ბომბს. ეს არის პრინციპი. ცეცხლის ტალღის რადიუსი აქვს კილომეტრი და 800, რაც არის 10.3 კილომეტრი კვადრატი. ამ მასშტაბზე 10 კილომეტრის კვადრატზე ყველაფერი იმ ტანში აორთქლება, დაძნება და არაფერი არ იქნება იქ საერთოდ არასდროს. შეიძლება არც მომავალში. შენობები და ყველაფერი დაინგრევა საერთოდ 11 კილომეტრის რადიუსზე, ანუ 378 კილომეტრი კვადრატზე. თერმული გამოსხივების რადიაციის იქნება 21.7 კილომეტრი რადიუსით, ანუ 1480 კვადრატული კილომეტრი. ამ ბომბს თუ ესვრი დიდ ქალაქს, შეუძლია 2.5 მილიონი ადამიანი მომენტალურად მოკლას და პლუს 5 მილიონამდე დაასახიჭროს. და კიდე გრძელვადიან პერსპექტივაში თუ რადიაციის გამოწვეულ დაავადებებს და რაღაცებს დავუმატებთ, აქ უკვე ვეღარ დავიტყვით. ანუ იმდენად დიდი რიცხვი იქნება, რომ ვერ ვიტყვით. ეს შეუძლია ერთ ბომბს. ამერიკას აქვს 14 წყალქვეშა ნავი და თითოს შეუძლია ატაროს 20 ასეთი ბომბი. ანუ 280 ასეთი ბომბი. 280 ასეთი ბომბი ფაქტობრივად დაცურავს ოკეანეში სულ გადატანილ მდგომარეობაში. მესამე ადგილი DF5C. ჩინეთი. ეს არის გიგანტური ბომბი, რომელიც 32 მეტრია სიგრძეში. იწონის 183 ტონას, ანუ 183,000 კილოს ერთი ბომბი. დიამეტრი აქვს 3.35 მიასედი მეტრი და თითქმის თავისუფალი ხანდაკების ხელაა ზომაში. გასროლიდან შეუძლია იფრინოს 15,000 კილომეტრი. ეს რას ნიშნავს იცით? ჩინეთიდან რომ მისროლო, დედამიწის ნებისმიერ წერტილში გაარტყავ. ამ დიდ რაკეტაში ჩალაგებულია 12 ატომური ბომბი. ერთ ადგილზე რომ მისროლო, თითო არის დაახლოებით 1 მეგატონა. 12 ბომბი თუ დევს ერთ რაკეტაში, გამოდის 12 მეგატონა. 12 მეგატონა გამოდის 12,000 კილოტონა. ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბი იყო 15. ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ბომბზე 8-ჯერ ძლიერია. ცეცხლის ტალღის რადიუსი აქვს 2.87 მიასედი კილომეტრი რადიუსი. ანუ 25, თითქმის 26 კილომეტრ კვადრატზე, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი აორთქლდება, გაქრება, დაძნება და აღარ იარსებებს. შენობები და ყველაფერი დაინგრევა 6.1 კილომეტრ რადიუსზე, რაც არის 814 კილომეტრი კვადრატი. 814 კილომეტრი კვადრატზე დაინგრევა შენობები.
ეს ციფრები უბრალოდ ციფრები რომ არ იყოს, წარმოიდგინეთ თქვენ საცხოვრობთ და კარგად რომ აღიქვათ, ანუ იქედან გაზომეთ, რამდენი იქნება 814 კვადრატული კილომეტრი. ამ ჩინურ ბომბს თერმული გამოსხივების რადიუსი, ანუ რადიაციის, ექნება 35.5 კილომეტრი რადიუსით. თითქმის 4000 კვადრატული კილომეტრი. აი მაგალითად აჭარა არის 2900 კვადრატული კილომეტრი. ეს უკვე ისეთი ზომის ბომბია, რომელსაც ვეღარ იტყვი რამდენ ადამიანს მოკლავს. იმდენად დამაზიანებელია, რომ ვეღარ ითვლება. შეიძლება ასე ითქვას. ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული. ჩინეთს ასეთი აქვს მინიმუმ 30. მეორე ადგილი R-36 რუსული ბომბი. ნატოს აღნიშნით ამ ბომბს ეძახიან სატანის რაკეტას. ეს ჯერ კიდევ ცივი ომის დროს შექმნეს. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი იარაღია, რაც კი ჩვენს კაცობრიობას შეუქმნია. თითქმის 33 მეტრია სიგრძეში, 209 ტონაა. გასროლიდან შეუძლია იფრინოს 16000 კილომეტრი, ანუ მთელ დედამიწაზე ნებისმიერ ადგილზე დაეცემა. თუ ამ სატანის რაკეტას ბოლომდე დატვირთავ, შეუძლია იყოს 20 მეგატონა სიმძლავრის, 20000 კილოტონა. ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბი იყო 15, 1300-ჯერ ძლიერია. ჰიროსიმაზე რომ მოგიყევით, რამხელაზიანიც იყო, წარმოიდგინეთ 1300 ჯერ ძლიერი. ცეცხლის ტალღის რადიუსი აქვს 3.14 მიასედი კილომეტრი, რაც არის 31 კილომეტრი კვადრატი. ამ მასშტაბზე ყველაფერი ეგრევე აორთქლება, დადგება და აღარ იარსებებს. შენობები და ყველაფერი დაინგრევა 17.3 კილომეტრზე რადიუსით. ეს არის 954 კილომეტრი კვადრატი. თერმული გამოსხივების რადიაციის დიამეტრი იქნება 39.1 კილომეტრი რადიუსით, 4800 კილომეტრი კვადრატი. რუსებს აქვთ მინიმუმ 46 ასეთი ბომბი. პირველი ადგილი RS-28, ეს რუსულია, ზედმეტსახელით სატანა 2. სიგრძეში არის 35 მეტრი, 208 ტონას იწონის. დიამეტრი აქვს 3 მეტრი, გაფრენიდან შეუძლია იფრინოს 18000 კილომეტრი. ალბათ რუკაზე რომ დააწვევი, სადაც გინდა იქ მოხდება. მისი ძალა უტოლდება 50 მეგატონას, რაც არის 50000 კილოტონა და ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბი იყო 15. ცეცხლის ტალღის რადიუსი აქვს 5.8 კილომეტრი, რაც არის 81.1 კილომეტრი კვადრატი. ანუ 91 კვადრატულ კილომეტრზე ელემენტარული ცოცხალი ნაწილაკიც კი ვერ გადარჩება, ყველაფერი გაქრება. რაც არ უნდა შენობები და რაც არ უნდა ინფრასტრუქტურა იყოს, იქნება რაღაცა უზარმაზარი კრატერი. შენობები და ყველაფერი დაინგრევა 25.9 კილომეტრ რადიუსზე. ანუ 2110 კვადრატულ კილომეტრზე დაინგრევა ყველაფერი. რადიაციის გავრცელების დიამეტრი იქნება 49 კილომეტრი. თითქმის 11000 კვადრატული კილომეტრი. ამ ბომბის ზიანის დათვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა დიდ ქალაქს რომ ესროლო, იმ წამსვე მოკვდება 7 მილიონი ადამიანზე მეტი. 6 მილიონი დასახი ჩრდება და შემდეგ რადიაცია კიდე რას იზამს, სცენარეებზე, ეკოსისტემაზე და მომავალ თაობებში კიდე ცალკე ამბავია. ორი ქვეყანაა სულ, რომელსაც ატომური ბომბი აქვს სამ დონეზე, ამერიკა და რუსეთი. სამ დონეზე ნიშნავს, რომ წყალქვეშა ნავზე არის აუცილებლად, არის ხმელეთზე და არის ცაში. სულ არის ცაში ატომური ბომბი, ძირს არ ჩამოდის, იქ ამარაგებენ საწვავით და რაღაცეებით, სულ არის წყალქვეშა ნავებში და სულ არის ხმელეთიდან გამოფრინდება კიდე ეგეთი. ყველაზე მეტად რადგან მომიდა ამ ვიდეოს გადაღება იყო ის, რომ როცა ადამიანებს გონიათ, რომ ატომური ბომბი აფეთქდება და რაღაცა შეიძლება ერთი უბანი დაანგრიოს და მერე კიდე რაღაც რადიაცია იქნება, ანუ ეგრე არ არის. ატომური ბომბი იმხელა, რომ ჯერ კიდევ 1961 წელს შეეძლოთ გაეკეთებინათ 100 მეგატონა და უბრალოდ ნახევარი სიმძლავრის გააკეთეს. და ეგ რომ ააფეთქეს და რომ ნახეს, რომ გამოწვეულმა ტალღამ დედამიწას სამჯერ დაარტყა წრედა, გაანადგურა ყველაფერი საერთოდ. მაგის შემდეგ უბრალოდ უფრო დიდს აღარ აკეთებენ. თორე 64 წლის წინ შეეძლოთ უკვე მაგაზე დიდის გაკეთება. 64 წლის წინ მობილურიც არ არსებობდა, მობილური საერთოდ ახალია, ინტერნეტიც არ არსებობდა. 64 წლის წინ არაფერი არ არსებობდა, თითქმის რასაც ახლა ვიყენებთ. და ატომური ბომბი უკვე იმაზე ძლიერი არსებობდა, ვიდრე საჭირო იყო. და ეს ისიც ნიშნავს, რომ სიამდვილეში მნიშვნელობა არ აქვს, ის უფრო დიდი ბომბი აქვს. ატომურ ომში შეუძლებელი არსებობდეს გამარჯვებული. როგორც კი ისვრი, ყველა დამარცხებულია. თან იმ ატომური ქვეყნების ლიგის წესების მიხედვით თუ ერთმა გამოიყენა, ყველა დანარჩენი სახელმწიფო ომს უცხადებს. ან რაღაცა ზომებს იღებს, რომ მეტი გასროლა აღარ მოხდეს. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ ქვეყანას ერთი ატომური ბომბი რომ ესროლო, ის ქვეყანა აღარ არსებობს და არც მომავალში აღარ არსებობს ის ქვეყანა. იმ ხელა ზიანს აკეთებს. ამ ყველაფრის ეფექტი რომ შეიგრძნოთ რას ნიშნავს ეს. მაგალითად, ფეხბურთის გუნდები ერთმანეთს რო ეთამაშებიან, რაღაცა ღილაკი კონდეს, რომელსაც რო დააწვევი, უცებ ტაბლოზე დაეწეროს 100-0. ოღონდ ორივე გუნდს რო კონდეს ეგ და არც ერთი არ აჭერდეს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. მაშინ საერთოდ თამაშს. ან რაც ღილაკი რო კონდეს, რო დააწვევი და მოწინააღმდეგეს უცებ გული შეტევა რო დაემართოს და მოგდეს. და ეგეც ორივეს რომ კონდეთ. არ ვიცი კიდე რა შევადარო, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დრამატულია. ამიტომ ააფეთქეთ ჩემი გამოწერის ღილაკი, ასევე ლაიქების ღილაკი. ასევე თუ გაინტერესებთ პოსტ ატომურ ომზე ძალიან საინტერესო სერიალი, ბუნკერი ნახეთ. აუცილებლად მოგეწონებათ და თუ დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, წავალ ახლა და გადასმავე ფერები.